არ ვიცი ეს შოკოლადი, კეიკი ვინ შექმნა, მაგრამ ჩემი ფავორიტია ბანანის. ძალიან გემრიელია. გადავწყვიტე რომ ცოტა ხანი მაინც არ ვიცი რატომ, მაგრამ პაუზა ავიღო ინსტაგრამისგან და რაღაცნაირად არც ისე ხშირად არ ვსქროლო, არც რაღაცები ავტვირთო სტორიზე და საერთოდ მინდა რომ ტელეფონს უფრო ნაკლები დრო დავუთმო და ეგრე ხშირად აღარ შევიდე, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემს მენტალურ მდგომარეობაზე ყველაფერი, რომ მუდმივად ვსქროლავ და მუდმივად რაღაცას ვტვირთავ და რაღაც უნდა ავტვირთო და თან დამეხმარება რომ მომავალში მაგდენი რაღაც არ ავტვირთო და მაგდენი არ ვსქროლო. რატომ მიყვარს იატაკზე ჯდომა, როდესაც შემიძლია რომ ნორმალური ადამიანივით დავჯდე რბილად და კომფორტულად, მაგრამ ჩემთვის რატომღაც კომფორტულია იატაკზე ჯდომა. და ყოველთვის როცა თავს იდეალურად და კარგად ავგრძნობ, მაშინვე იატაკზე ვიწყებ დაჯდომას და ესე შემიძლია საათობით ვიჯდე და ესე გავატარო. აი 20-25-ზე ვფიქრობდი წეღანაც და მგონი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს წელი ძალიან ცუდი წელი იყო და ძალიან რთული, ბევრი დაბრკოლებებით სავსე. მე ვერ ვიტყვი რომ რაღაცნაირად ძალიან ბევრი დაბრკოლება მქონდა ცხოვრებაში 20-25 წელში, მაგრამ მქონდა ძალიან ბევრი და დიდი იმედგაცრუებები. მთელი წელი ვიყავი ძალიან სევდიანი. მთელი წელი იყო ტირილით სავსე. იყო რა თქმა უნდა კარგი მომენტები, მაგრამ აი ჩვენი ფსიქოლოგია ისე არის ხოლმე მოწყობილი, რომ რაღაცნაირად თითქოს იმ კარგ მომენტებს შემდეგ აზრი აღარ აქვს და ყველაფერი ფას კარგავს, როდესაც ცუდი მომენტები ბევრად უფრო მეტია. თან იდეალურ გარემოში რო იყო იმ ადამიანების გვერდით, რომელიც გიყვარს, ხედავ როგორ მხიარულობენ, არ ვიცი, ისვენებ, შენც რა თქმა უნდა არ აკლდები ამ ყველაფერს და ერთობი, მაგრამ შენი გონება რადიკალურად სხვაგან არის და შენ რომ ფსიქოლოგიურად კარგად არ ხარ, უკვე ყველაფერს აზრი ეკარგება. იმ მომენტშიც, როდესაც ერთობი, რომ შენს გვერდით მყოფი ადამიანები არ დაასტრესო, ცუდ ხასიათზე არ დააყენო, ვცდილობ, რომ ხიარულად იყო და ძალიან ბევრი იცინო და კარგი დრო გაატარო, მაგრამ შენი გონება საერთოდ სხვაგან არის. ფსიქოლოგიურად კარგად არ ხარ და საერთოდ სხვა რაღაცებზე გაფიქრება. და ასე რომ ხარ გართობას ფასი არ აქვს. ბოლომდე ვერ ერთობი. შენი სხეულით, მიმიკებით, ყველაფრით იმ მომენტში ხარ, მაგრამ შენი გონება რადიკალურად სხვაგან არის. და აი 20-25 წელი ზუსტად ეგეთი იყო. ძირითადად იყო ძალიან სევდით სავსე და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მომენტებში მხიარულობდი, ვიცინოდი, ვერთობოდი, ჩემი გონება იყო საერთოდ სხვაგან და ჩემი გონება იყო თითქოს მკვდარი და უბრალოდ მოძრაობდა სხეული. მგონი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცოტათი ისეთი სტრესული წელი იყო და იმედი მაქვს, რომ შემდეგი წელი ეგეთი არ იქნება. არ ვიცი, ვენდო თუ არა ასტროლოგიას. თან რაღაცით მჯერა, თან არ მჯერა, ჩამოყალიბებული არ ვარ მაგაში და ყოველ წელს რო იძახიან ხოლმე ის, რომ აი ამ ხრივ კარგი წელი იქნება, კარგი წელი იქნება, კარგი წელი იქნება, ეგ კარგი წელია, ნუ არ დადგა, ნუ ხო შეიძლება დადგეს ეგ კარგი წელი. და მის შემდეგ აღარ მჯერა ხოლმე 25-ზე იძახდნენ
მგონი რომ კარგი წელი იქნება. არ ვიცი, ყველა წელს ეგრე ეძახიან. ახლაც ეგრე ეძახიან, რომ 2026 იქნება. ბევრად უკეთესი ვიდრე იყო 2025-ით. არ მინდა წინასწარ განწყობა შევიქმნო როგორი იქნება, მაგრამ მართლა ხო შეიძლება ყველაფერი ასრულდეს და ბევრად უფრო კარგი წელი იყოს. ზუსტად ვიცი რომ რაღაცეებზე ძალიან ბევრს არ უნდა ვწუწუნავდე, რაღაცეებზე უმადური არ უნდა ვიყო. ყველაფერი მაქვს და მაქვს ის რაღაცეები, რაც სხვა ადამიანები ოცნებობენ და შესაძლოა რომ ჩემი ცხოვრება ვიღაცისთვის ოცნება იყოს. მაგრამ მაინც აი ეს სევდა, რომელიც ჩემი განუყოფელი ნაწილია, იმ მუდმივად ჭრდილივით დამდევს. იმედი მაქვს რომ 2026 კარგად დაეწყობა. დაუთვითილდა შევქმნა სახელმწიფო ახალი წლის ღამისთვის, რომელზეც ბოლო დღეები ვფიქრობ. დადება განსაკუთრებით 6 საათის შემდეგ ვფიქრობ, რომ აი საშინელება და ძალიან მოქმედებს შემდეგ ძილის რეჟიმზეც და სტრესავს სამავდროულად ჩვენს ორგანიზმს. ხოდა გადავეჩვია და ვცდილობ რომ გადავეჩვიო ამას. სხვათა შორის ბოლო 2 ან 3 დღე ყავა საერთოდ არ დამილავია და ვსვა მხოლოდ ჩაის. უბრალოდ პატარა ექსპერიმენტი ჩავუტარ ჩემს თავს როგორ გავძლებდი ყავის გარეშე. მაგრამ წაღან მაინც დავლია 1 ჭიქა ყავა. ძალიან კაი იყო. ხოდა საღამოს ჩაი არის ყველაზე კარგი რაღაც რო დალიოთ. განსაკუთრებით მწვანე ჩაი, ჟასმინის ჩაიზე ვგიჟდები და გვირილის ჩაიზე ძალიან მიყვარს. მაგრამ რა თქმა უნდა, არც ერთი ჩაის სახეობა არ შეედრება პიტნას, ოღონდ ცოცხალ პიტნას, იმიტომ რომ ნაყიდ პიტნას აი ჩვეულებრივ რაიმე ბრენდის აი საერთოდ პიტნის გემო არ აქვს. ხოდა პიტნა არის ჩემი საყვარელი ჩაი, რომელიც არასდროს არ მომბეზრდება რომ დავლიო. მადლობა იმ ადამიანს ალბათ ვინც მოიგონა ამანათების მოტანა ვოლტით, იმიტომ რომ მაგის გარეშე მე ვერ ვიარსებებდი. რაღაც სისულელები მქონდა გამოწერილი და ზოგი აღარც მახსოვს რა მქონდა გამოწერილი. თქვენთან ერთად გავხსნი ამ რაღაცებს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა აი ეს. ძალიან მიხარია რა ლამაზია. ბრჭხილი ჩამერჭო და ცოტათი გაიხა. ხატია რა იდიოტი რამე ხარ ღმერთო ჩემო. Look! ძალიან საყვარელია. როგორ მომწონს. იმედი მაქვს რომ ეს სწორად გავაკეთე. აჩები კი არა ხავ, აჩები. ვარდისფერი და ცისფერი. აუ ეს მე მეგონა სტიკერით იყო. ეს მაგრამ მე მეგონა რომ გამოვიწერე სტიკერიანი და ეს ძალიან ცუდია ესეთი. ეს წარბის ფიქსატორებია. ვაუ, ახალი ფლოსტები ამებს გადავყრი რაც მაცვია, იმიტომ რომ თეთრები არ უკვე ძალიან საშინლად გამოიყურება. ეს მაისური რომელიც არის უზარმაზარი და წერია just kiss me, we can talk later. That's cool. ეს არის იატაკზე და საფენი ფეხების სტილო. ეს უფრო კარგი ხარისხი ჩანდა ფოტოებში. ეს არის მეორე ფლოსტები. მეორე ფლოსტები რომელიც გამოვიწერე ძალიან ლამაზებია, მაგრამ ფოტოებში უფრო ხარისხიანი ჩანდა და ეს შავები ბევრად უფრო უხარისხო. ეს არის მეორე ფლოსტები, რომლებიც არის უსაყვარლესი, ანუ ტაქსა ახატია.
ესეთი პატარა ორგანიზერ ყუთები მინდოდა ჩემს კარადაში რომ ჩამედოდა შეგნით წინდებით რაღაცები მოვათავსო და ვფიქრობ რომ ჩაეტევა ძალიან კარგად იმიტომ რომ საშილადარეული მაქვს მოკლედ მაგ კარადაში ყველაფერი დამით ცოტა მოწესრიგდება და რაღაცას დაიმსგავსება ეს არის გრინჩის ნასკები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა ვარდისფერი განათება ხო და ასეთია და ვარდისფერ განათებას თქვენთან ერთად ვწდი ოკეი ახლა მივხვდი ამის პრინციპს მისამაგრე ცისფერი ძალიან ლამაზია კი ესეც ნატურაა ფლოსები რა თქმა უნდა მეგობრებო ბევრი ფლოსები და ესეც დიდი ზომის ორგანიზერი ჩემს კარადაში და ყველგანს ერთად აღარაფერი აღარ ეტევა იმიტომ ამ ორგანიზერში ვყრი ხოლმე დასაცმელს და შემდეგ საწოლის ქვეშ ვაგდებ რაღაც უფრო ბევრი რაღაც მახსოვდა ხმე პროფესიონალები ხდება ანუ no way ოთახი რა ლამაზია ულამაზესია ანუ ოთახი არის ულამაზესი არ ვიცი როგორ გაჩვენოთ იმდენი ხანი მინდოდა ვარდისფერი განათება და ძლივს ნაღერსა ეხლა ვწდი ამასაც როგორი ფერია მაგრამ ეს რაღაც ეს არ მომწონს ეს ცოტა მოისფროში გადადის მაგრამ ის მეორე უფრო კარგად ანათებს მიუხედავად იმისა რომ პატარაა ანუ ამას ისე მოუხდება ეს ვარდისფერი განათება ძალიან ლამაზი იქნება ამის შიგნიდან და არ ვიცი ეს შავი პრაუდი თუ რაღაც რაც ჭირდება იშოვება თუ არა ცალკე მაგრამ ეს ძალიან ლამაზია ამას კიდევ გამოვიწერ სხვებსაც უფრო დიდებს და უფრო ლამაზი იქნება ეს იყო ჩვენი unboxing-ი მეგობრებო ბოლო წელია და ბოლო პერიოდი კიდევ უფრო ისე ვარ რომ აი ყველაფერი რაც არ უნდა დავისახო მიზნად თითქოს არაფერი არ გამომდის საერთოდ და არაფერი არ გამოდის ჩემს ცხოვრებაში და არაფერი არ ეწყობა და თავს გრძნობ როგორც უდიდესი იმედგაცრუება სამყაროსთვის და ადამიანებისთვის და უდიდესი იმედგაცრუება მაქვს საკუთარი თავის მიმართ ამას დავიწყებ ეს არ გამოდის იმას დავიწყებ ეს არ გამოდის და აი ეს ყველაფერი უბრალოდ ჭკუიდან შლის მანგრევს ყველანაირ იმედს მიკლავს საერთოდ თავს ისე გაგრძნობინებს ასეთი მომენტები რომ აი აღარაფერი აღარ გამოგივა თითქოს ცხოვრებაში ერთხელ სცადე ორჯერ სცადე სამჯერ სცადე არ ვიცი ბევრჯერ სცადე და არ გამოდის და ანუ ბოლოს ისე ხარ რომ საერთოდ რა აზრი აქვს ყველაფერს საერთოდ რა აზრი აქვს ამ ცდილობებს დაკარგული ხარ და არ იცი რა გააკეთო ალბათ ამ ცდილობების შემდეგ მოდის რაღაც ბევრად კარგი მაგრამ ამდენი იმედგაცრუება ძალიან მოქმედებს შენზე აღარაფრის ენერგია აღარ გრჩება საერთოდ და ყველაფერი აზრს კარგავს ზოგჯერ აი ვფიქრობ ხოლმე რომ რა დავეშავე ეგეთი სამყაროს მიმართ რომ აი არაფერი არ გამომდის არაფერში არ მიმართლებს შენი მიზნები რომ თავდება არაფრით და იმედგაცრუებებით, ბევრი იმედგაცრუებებით შიგნიდან აი შენი რაღაც ნაწილი კვდება
არის ისეთი რბილი, რომ მეც არ მჯერ, ანუ შაღაბილია და ისეთი რბილია და ისეთი ფაფუკია და ისეთი ნაზია, რომ ვერ წარმოიდგენთ. ხადაი, მგონი ეს არის საუკეთესო თმის ზეთი, რაც კი მქონია. Lanza ესეთი ბრენდია. Healing oil აწერია და კიდე hair treatment და საოცრებებს შვება, ანუ ისე არ ბილებს თმას, ისე არ ბილებს, რომ აი არ ვიცი. დიდი ხანი აღარ ვიყენებდი და ვიყენებდი აი ამ ზეთს, რომელიც ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ბრენდის არის Christine Is. საკმაოდ კარგი ზეთი არის ისეთია, ბევრად თხელია ვიდრე ზეთის წყლის სტრუქტურა უფრო აქვს. მაგრამ ისე არ არბილებს თმას როგორც ეს. აი ეს არ ვიცი, საოცრებებს შვება თავზე, მაგრამ ესეც ძალიან კაია. მალე ეს თმა კი აღარ იქნება ქერა და გავხდები ისევ 30-ში ბრუნეტი. ერთი სული მაქვს კეფიცებით, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. როგორ დამაჯდება ეგ ფერი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია უკვე ქერა მაქვს, ერთი წელია რაღაცნაირად ჩემს თავზე ვერ წარმომიდგენია უკვე სხვა ფერი, იმდენად შევეჩვიე ამას. ცოტა მეშინია, მაგრამ ვფიქრობ, რომ აი ადამიანს რაც ბუნება მისცე, ის ყველაზე მეტად უხდება. Stranger Things-ის ახალი სერიები დაიდო და ახლა ერთი სული მაქვს, როდის ჩავუჯდები. ერთადერთი რაზეც ვფიქრობ, ეგ არის, რომ ჩავუჯდე მაგ სერიებს, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს რა მოხდება და ვეღარ ვითმენ უკვე და ყავას გავიკეთებ ან რამეს და ჩავუჯდები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან კარგი სერიები მელოდება და 31-ში რატო გამოდის ბოლო სერია ვინმე ამეხსნის ანუ ძალიან ცუდი დრო ხარ შეგო 30-ში ყოფილიყო. მაგის გარდა ვეღარ ვპოვლობ ისეთ სერიალს, რომელიც ზუსტად ეგრე მომეწონება და ჰარი პოტერს ვუყურებ სულ. ასევე უნდა დავიწყო კიდევ ერთხელ Last of Us, ზუსტად აღარ მახსოვს ჩემი საყვარელი მსახიობი მონაწილეობს იმ კაცის სახელიც აღარ მაქვს. პედრო პასკალი გამახსენდა. პედრო პასკალი რომ მონაწილეობს ეგ სერიალი The Last of Us თუ არ ვწები. ანუ მაგ სერიალზეც გადავირია ისე მომეწონა და თან პედრო პასკალი არის ზე სიმპათიური ადამიანი. აი არ ვიცი საოცრება სიტყვები რომ ზედმეტია და თან ძალიან კეთილი მგონია რეალურ ცხოვრებაში. ისეთი ტიპია. ხოდა ეგ სერიალიც უნდა დავიწყო თავიდან. იმიტომ რომ სხვა სერიალებს მსგავს უბრალოდ ვერ ვპოვლობ და მირჩევნია რომ ერთ და იგივე რაღაცებს ვუყურო სულ. საათი. დილით დავალაგე აივანი. უბედნიერესი ვარ და ვამაყობ ჩემი თავით, იმიტომ რომ აივანი არ დამილაგებია აგვისტოდან და ჩემი აივანი დღეს არის სუფთა და მე ეგ შევძელი და დავალაგე. რომ ვუყურებ როგორი კრიალა, ჩემი თავით ვამაყობ. ანუ აივნის დალაგება მეზიზღება, იმიტომ რომ ყველაზე ტურიანი ადგილია საერთოდ. ერთადერთი შუშები დამრჩა, რომელიც ბოლოს 1 წლის წინ გავწმინდა. ანუ არ მჯერა საუკეთესოა ხალხო. ვისაც არ გაქვს Stranger Things ნაყურები, უეჭველად უყურეთ. ძალიან ბევრ შტოვთ თუ არ უყურებთ.